დღეს მინდა ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბროთ და ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, იმიტომ რომ მთელ მექანიზმს ახსნი ბოლომდე ვიდეოს ყურების მეშვეობით მიხვდებით რაზეა საუბარი და საუბარი ეხება ისეთ გახშირებულ პრობლემას, როგორიც არის ჰიპერტონული დაავადება, ანუ მაღალი წნევები, მათ შორის არითმიები. და აგიხსნით მექანიზმს რატო ხდება ეს ყველაფერი და მაშინ, როდესაც თქვენ ცდილობთ რომ ამ წნევას შეეწინააღმდეგოთ, ანუ იღებთ წნევის დამწევ საშუალებებს, რა მექანიზმები ირღვევა და აგიხსნით ახლა რატო. საერთოდ წნევის აწევა ეს არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. გული, რომელიც ფუნქციონირებს ჩასახვის მესამე კვირიდან ცხოვრების ბოლომდე, მუდმივ რეჟიმში საჭიროებს გარკვეულ ნუტრიენტებს, ნივთიერებებს და მათ შორის მიკროელემენტებს. ამ მიკროელემენტებს შორის ორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის მაგნიუმი და კალიუმი. და უყურეთ რა საინტერესო მომენტია იმის გამო რომ კვება შეიცვალა ბოლო პერიოდში იცით რომ საკვები პროდუქტები უკვე არის ტექნოლოგიურად დამუშავებული, თერმულად დამუშავებული, შიგ ნუტრიენტები აღარ არის, მათ შორის პროდუქტებს აღარ უყრიან, ხელოვნურ ქიმიურ სასუქსაც კი აღარ უყრიან კალიუმის შემცველს, ამიტომ დეფიციტი საკმაოდ დიდია. ორგანიზმი, როდესაც გძნობს, რომ დეფიციტი აქვს და განსაკუთრებით ამ ორი მიკროელემენტის, წნევის გაზრდის მეშვეობით ცდილობს, რომ იგივე დროში, უფრო მოკლე დროში, ხო, მიიღოს უფრო მეტი ნუტრიენტი, ანუ წნევა, როდესაც იწევა, სისხლის ნაკადი ჩქარდება და აჩქარებული ნაკადი ცდილობს, რომ ის დეფიციტი კალიუმის და მაგნიუმის აღმოფხვრას ორგანიზმმა და ამიტომ წევს წნევას. თქვენ რას აკეთებთ? თქვენ იღებთ წნევის დამწევს. ეს მექანიზმი დაახლოებით გავს აი ფარისების ჯირკვალი, ოსე ჭიყვი გაგიგიათავთ ბევრი იცახით, რომ ფარისების ჯირკვალი გაეზრდა ზომაში. ფარისების ჯირკვალი იზრდება ზომაში, როცა არის მისი ფუნქციის დაქვეითება, როცა ფარისების ჯირკვალი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით იონს და ცდილობს, რომ ზომაში გაზრდით უფრო მეტი სმა სისხლმა გაიაროს, რომ იმ დეფიციტური რაოდენობის იონი ბევრი სისხლიდან მაინც მიიღოს, ანუ რაოდენობრივად, ანუ პროცენტულად თუ შემცირებული რაოდენობაში მეტი მიიღოს. იგივე საკეთებს გული. ანუ აჩქარებს ნაკადს სისხლის, იმიტომ რომ ის ნუტრიენტებიდან განსაკუთრებით მაგნიუმი, კალიუმი, რომლის დეფიციტი მათ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა და ბევრი კიდე სხვა პრობლემები, აი ამით ცდილობს დააკომპენსიროს. ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ, როდესაც წნევა აიწევს, ვიღებთ წნევის დამწევს. ანუ ვიწყებთ სიზარღვების გაფართოებას ერთი მიმართულებით, რომელიც ისევ იგივე პრობლემისკენ გვაბრუნებს და ამ პრობლემას კიდევ მეტი პრობლემა ემატება, იმიტომ რომ წნევის დამწევ საშუალებებში უმეტესში არის ამავე დროს შარდმდენი ნივთიერებები, ხო? ამავე დროს იწყება შარდის მეტი გამოყოფა, ანუ თხევადი სისხლის თხევადი ნაწილის უფრო მეტი გამოყოფა თირკმლით და შარდით გამოდის. ის გამო სისხლი გარდა იმისა, რომ წნევა ისევ ეცემა და დეფიციტი ისევ იზრდება, კიდევ უფრო იზრდება, იმიტომ რომ თხევადი ნაწილი სისხლის პლაზმა კარგავს ბევრ სითხეს, ანუ წყალს, რის გამოც სისხლი ამავე დროს სქელდება, ხო, უფრო ბლანტი ხდება, რის გამოც კვება გულის სიზარღვებში, გულის კუნთის და სიზარღვებში მისი ნაკადი კიდევ უფრო ქვეითდება და კიდევ უფრო ფერხდება. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ესე იგი ორგანიზმი ცდილობს, რომ წნევა აწიოს. ამ დროს რა არის საჭირო? ის კი არ უნდა გააკეთოთ, რომ გულს ხელი შეუშალოთ ამ პროცესს პირიქით, რომ მიეხმაროთ, ანუ ნიშნავს, რომ კალიუმი, მაგნიუმი მეტი უნდა მიიღოთ და ამ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში, თითქმის 95% შემთხვევაში წნევა იწყებს დაკლებას. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთჯერადად, იმიტომ რომ მეგეტყვით, რომ ჩვენი ესე იგი ორგანიზმში არსებული მაგნიუმის 60% რეზერვირებულია კუნთებში, მათ შორის გულის კუნთში. და როდესაც ხდება მისი განლევა, როცა თქვენ იკვებებით დეფიციტურად და არ იღებთ საკმარისი რაოდენობით მაგნიუმს და კალიუმს და განსაკუთრებით მაგნიუმს, ის კუნთებიდან ნელ-ნელა იკარგება და შემდეგ მისი აღდგენა იმისთვის რომ აღადგინოთ ის დეფიციტი, ჭირდება თვენახევარი 2 თვე იმ შემთხვევაში თუ იღებთ საკმარისი რაოდენობით მაგნიუმს და იმის მიხედვით თუ რა არის საკმარისი რაოდენობა, ესეც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, იმის მიხედვით თქვენ როგორი დეფიციტი გქონდათ, როგორი იკვებებოდით, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ექიმების დიდი ნაწილი, როცა მედის ადამიანი ჰიპერტონული პრობლემით, არ ეკითხება როგორი იკვებებით, რითი იკვებებით, ანუ არც იგებს იმას, თუ რა არის მიზეზი ჰიპერტონიის, რა არის მიზეზი არითმიების მიზეზიც იგივეა, განსაკუთრებით კალიუმის დეფიციტი და კალიუმი არის მიკროელემენტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით გვჭირდება ყველა იმ 180 ნუტრიენტს შორის, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება და 180 ნუტრიენტი გვჭირდება ყოველდღიურად და კალიუმი თითქმის 5 გრამამდე, ანუ 5000 მილიგრამამდე 4700-დან და მეტი. და ეხლა რომ აღარ
დაგაკავოთ დიდი ხანი, ეხლა აღარ აგიხსნით ეს 4700 მილიგრამი რამდენ პროდუქტში უნდა შედიოდეს, ისის თუ ის პროდუქტები ნატურალურ ნიადაგზეა გაზრდილი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ იმის მაგივრად, როდესაც გაქვთ ჰიპერტონული დაავადება და იმის მაგივრად, როდესაც მიიღოთ წნევის დამწევები, პირველი რითიც უნდა დაიწყოთ სწორი კვება, ნუტრიენტებით შევსება, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა. მე პირადად, როდესაც პირველად აი შევეხი ამ პრობლემას და დამეწყო წნევები 200-ზე ამდიოდა და კლოფელინი ძლიერი დამწევითაც კი ვერ მიწევდი ქვემოთ და როცა პირველი მივმართე ახლა ექიმებს და თერაპევტებს ნაცნობებს უცნობებს პირველი მითხეს ხო რა გიკვირს ხო პასპორტში ჩაიხედეო. დღესდღეობით 61 წლის ვარ. მედიკამენტებს არანაირს აღარ ვიყენებ. სვავ მარტო კალიუმ, მაგნიუმს და თქვა ბადებს, სხვა ნუტრიენტებს, ისიც რომ 180 ნუტრიენტი გვჭირდება ყოველდღე, იქიდან 176 არის ჩაუნაცვლებადი და ამიტომ ბადების გარეშე იმ პროდუქტებში რაც გარეთ იყიდება ვერ მიიღებთ. ამიტომაც გირჩევთ სუერთავად რომ თქვენი იქონიოთ თუნდაც აივანზე რაღაც ბოსნეული. ხო? და ესე იგი იმის მერე წნევა მაქვს 120-125 75-ზე, 70-75-ზე, მათ შორის დატვირთვები, ჯოგურს თამაშობ, ვარჯიშობ, პრობლემა აღარ მაქვს. მედიკამენტებს აღარ ვყიდულობ. ამ დროს იყო პერიოდი, როცა მის გარეშე ესე იგი აი ერთ ნახევარ დღესაც ვერ ვძლებდი, ხო? ფაქტი სახეზეა. როდესაც მექანიზმი გავარკვიე რაში იყო საქმე წნევის დამწევი და მაშინ მასმოდნენ წნევის დამწევების გადა მარეგულირებლებს და რას აღარ და ესე იგი იწყებოდა მანკიერი წრე. ორგანიზმი ცდილობდა რომ წნევა ეწია რომ ეს დეფიციტი შეევსო, მე წნევას ვაგდებდი კიდევ უფრო მეტი დეფიციტი ამ დროს შარდენი ეფექტის გამო ამ მიკროელემენტებს კიდევ უფრო მეც კარგავდი ისედაც დეფიციტში ყოფი, მათ შორის კალიუმს, მაგნიუმს და სხვა მიკროელემენტებს. მოკლედ მიდის მანკიერი წრე და აი ეს წრე რომ დაარღვიოთ, პირველი რაც უნდა ქნათ დაიწყეთ ნუტრიენტების მიღება საკმარისი რაოდენობით და წნევა ძალიან მალე დაიწყებს რეგულირებას. საორიენტაციო პერიოდი ბოლომდე რომ დაარეგულიროთ, ეს არის რაღაც 1-2 თვიდან, ნუ 3 თვემდე 2-3 თვეა, ეს არის მაქსიმალური პერიოდი თუ სწორად დაიწყებთ ამასთან, ესე იგი ურთიერთობას, თქვენ წნევის მარეგულირებელი და წნევის დამწევი მედიკამენტები აღარ დაგჭირდებათ. ასევე არითმიასთან დაკავშირებით მსგავსი მექანიზმია, ოღონდ კიდევ უფრო მეტი ვთქვათ ნუტრიენტები, მათ შორის მეტი კალიუმი და მაგნიუმი გჭირდებათ. აი ეს მინდოდა ამეხსნა, იმიტომ რომ დღემდე ესე იგი არასწორი მიდგომა ჰიპერტონულ დაავადებასთან და ადამიანები ესე იგი თuliდნენ რომ როგორც კი ასაკშევ ადამიანი უნდა წნევები კონდეს და იმის გამო რომ ძალიან გაახალგაზრდავდა და უკვე პაციენტები 30-35 წლის ასაკშიც კი მომართავენ მაღალი წნევებით, აქ არის ელემენტარული რამე, რომ ნუტრიენტებს აღარ ვიღებთ ამ საკმარისი რაოდენობით და ამიტომაც წნევები აქვს ყველა ასაკის წარმომადგენელს. აი ეს ყველაფერი რაც მინდოდა დღეს თქვენთვის მეთქვა და იმედია რომ დაგანახეთ მექანიზმი, რაც ხდება და დაგანახეთ შესაძლებლობა ამ ყველაფრის გადაჭრისა. მადლობთ ყურადღებისთვის და ამავე დროს სხვა შორის კიდე მეორე თემა მაქვს ძალიან საინტერესო, რაც ეხება გენეტიკურ დაავადებებს, რა მშობელს ჰქონდა და მშვილსაც იმიტო აქვს, რომელიც ასევე არასწორი მიდგომა არის და ამას შემდეგ ვიდეოში იხილავთ, შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგი ვიდეო. მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის.